სახალხო კრების 5 ორგანიზატორს ბრალი წარუდგინეს. პაატა ბურჯულაძეს, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს. 9 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ჯერჯერობით ყველა მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო პროცესები ხვალ ჩაინიშნა. აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ წუთით წუთზე ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ბრიფინგს, რომელიც დიდი ალბათობით დაკავებების ახალ ტალღას უკავშირდება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ჯერ არ ვიცით ზუსტად თუ რამდენი პირია დაპატიმრებული, ერთი შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ახალ ფორმულაში მოგაწოდეთ. თბილისის ამორჩევლის მეხუთედის მანდატის მქონე კალაძემ კი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დასავლური მოდის ბოლო ტენდენციების დემონსტრირებისა და აღმოსავლური ავტორიტარიზმის პანტრონყმული მორალის სინთეზით გამოგვიცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების დამოკიდებულება საერთოდ არ არის საინტერესო. არცაა რამე გასაკვირი, როცა შენი მთავარი მაქებარი კარასინი და დუგინია. ეხლა სულაც კი დაემატ საღამოს. საქართველო გაიზარდა, წყნარად რეაგირებს ინტრიგებზე, ამბობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კარასინი. ეს მშვენიერია, ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება. ასე გამოიხმაურა კრემლის პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს დაგვამშვიდა. სინამდვილეში რეჟიმმა რეკორდულად დაბალი გამოცხადებისა და ნამდვილი დამკვირვებლების არ ყოფნის გამო ვერც ლეგიტიმაცია მიიღო და ვერც პროტესტი დაშალა. 4 ოქტომბერს ათეულობით 1000 საქართველოს მოქალაქე იმის ათქმელად გამოვიდა, რომ კიდევ ერთხელ რეჟიმისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველო ცივილიზაციის წინააღმდეგ ომში რუსეთს არც მოკავშირეობს და არც მის დამსგავსებას შეეგუება. ამასთან ერთად კობახიძის მტკიცებას თუ გავიზიარებთ, 100,000 კაცი ამ რეჟიმის დასამხობადაც თუ გამოვიდა და შესაბამისი მოქმედებებისთვისაც იყო მზად, გარდა ყველა ვნახეთ, ძალიან ბევრი ბავშვებთან და ასაკოვან მშობლებთან ერთად იყო მისული, მაგრამ კობახიძის ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ ეს ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული პროვინციული ავტორიტარიზმის მიმართ კატეგორიულ მიუღებლობას და წინააღმდეგობის უზარმაზარ რესურსს ნიშნავს, რომელსაც ისედაც დასუსტებული პარტიების გაუქმებით, მათი ლიდერების ციხეში გამოკეტვით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებით ვერაფერს უსავს. თუ ყველას, ანუ ამ ქვეყნის მკვიდრთა დიდ ნაწილს ქვეყანას არ დაატოვებინებს. და რადგან ეს უბრალოდ არ და ვერ მოხდება, ახლა სამჯელო, საკრიტიკო, სადისკუსიო ისაა, როგორ იქცეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოლიტიკური ნება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ განაჩენად. მათ შორის 4 ოქტომბერს მიღებული მრავალმხრივი გამოცდილებით, რომლის შინაარსის, განსაკუთრებით ეროვნული კრების ინიციატორების რეალური გეგმების თუ იმედების შესახებ წარმოდგენები კვლავ ძალიან ბუნდოვანია. გადაკეტილ რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის 313 დღეა.